ლევილის გახსნილი არქივები და გუდიაშვილის აქამდე უცნობი ფოტო და ვიდეო მასალა. ფრანგულმა მხარემ საქართველოს პარიზში დაცული დოკუმენტაცია გადმოსცა, რომელშიც ქართველი მხატვრების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაციაა დაცული. მათი დამუშავება უკვე დასრულდა და ხელმისაწვდომი გახდა. მხატვრის ხელნაწერებს შორის მისი რამდენიმე ავტობიოგრაფია, რუსთაველის პრემიის მინიჭების ბრძანება პარიზში მაიაკოვსკისთან ერთად გადაღებული ფოტოები და აქამდე უცნობი, ასევე გამოუქვეყნებელი ესკიზებია. ქეთევან ბერაიას სპეციალური რეპორტაჟი. ერეკლ ჯაბადარის ოპერა გულნარასთვის შექმნილი ეს ესკიზები ლადო გუდიაშვილს ეკუთვნის. ქართველი მხატვრის აქამდე უცნობი ნამუშევრები საფრანგეთში მოღვაწე ქართველი კომპოზიტორის პირად ფონდში იყო დაცული და დღეს პირველად გაიხსნა. პიესის მთავარი გმირების სასცენო კოსტიუმებზე გუდიაშვილს რამდენიმე კვირის განმავლობაში უმუშავია. სპექტაკლი მხოლოდ პარიზის საოპერო სცენაზე დაიდგა. ესკიზებთან ერთად გუდიაშვილს ერეკლე იგივე ჰერაკლიუს ჯაბადარისთვის პარტიტურაც გაუფორმებია სახელწოდებით კავკასიური ცეკვები. ეს ერთადერთი შემთხვევაა, როცა მხატვარმა მუსიკალურ ნოტებს თავად კომპოზიტორის თხოვნით სატიტულო გვერდი მოუხადა. ეს ესკიზები წარმოდგენილია ორიგინალის სახით, შესრულებულია აკვარელით და მიეკუთვნება თეატრალურ-დეკორატიული მხატვრობის პარიზულ პერიოდს. აქვე არის გულნარას მოქმედ პირთა ტიპაჟებიც. ამ პერიოდში გუდიაშვილი საფრანგეთში ცხოვრობდა და სწავლობდა. ცნობები მის შესახებ ლევილის არქივშიც ინახებოდა წლების წინ. ქართულ მხარეს გადმოეცა და შესწავლის შემდეგ დღეს პირველად გაიხსნა. დოკუმენტების მიხედვით პარიზში სასწავლებლად წასული ქართველი მხატვრებისთვის დანიშნული სტიპენდია და დაფინანსება 1921 წელს ბოლშევიკური რეჟიმის ლიდერებსაც არ შეუწყვეტიათ. ჟურნალში საგანგებო ჩანაწერები ამ სახით დღემდე არის შემორჩენილი. მათთან ერთად კი პირადი მიმოწერა, პირადი საქმე და ავტობიოგრაფიაც გუდიაშვილის მიერ ერთი საუკუნის დომილებით ჩაწერილი დაბადების თარიღი საბჭოთა ლიდერებს წითელი მელნით შეუსწორებიათ. მან მომიყვა როგორ გაიცნო პიკასო, როგორ გაიცნო მოძილიანი, როგორ იკრიბებოდნენ ყოველ საღამოს აი ცნობილ კაფეში პარიზის შუაგულში, როგორი კამათი და ესეთი დისკუსიები იმართებოდა ხელოვნების შესახებ, სხვათა მოძილიანის მიერ შესრულებული ჩანახატიც კი ქონდა იქიდან ჩამოტანილი. აქვე არის იმ ტილოების ფოტოასლები, რომლის მიხედვითაც გუდიაშვილისთვის რუსთაველის პრემია მიენიჭებიან. 36 დოკუმენტური ვიდეო მასალა 1922 წლიდან მოყოლებული და პარიზში როტონდას კაფეში ცნობილ მხატვრებთან და მწერლებთან გადაღებული სურათები. მაიაკოვსკი ყოფილა ჩასული იმ პერიოდში და მასთან ერთად გადაღებული ფოტო არის ჩვენთან. გუდიაშვილის საქმეში დღემდე ინახება მის მიერ ხელმოწერილი განცხადება 1918 წლით დათარიღებული, სადაც ხელოვანი განათლების მინის საშუალო სკოლებში ხატვის გაკვეთილის დაშვებას თხოვს. დოკუმენტური მასალა მთლიანად პირად არქივში ინახება. აქვეა ოფიციალური მიმოწერა, პირადი წერილები და მასალები, რომელთა კვლევა ჯერ მთლიანად არ დასრულებულა. ექსპოზიციისთვის მზადდება მისი სახლ-მუზეუმი და დარბაზი, სადაც მხატვრის ტილოები გამოიფინება. ფოტომასალასთან ერთად აქ ყველაზე ცნობილი ნამუშევრები და მათი რეპროდუქციები განთავსდება.